მახსენდება მე-6 კლასში ვიყავით. ქიმიის გაკვეთილზე თავი რომ გამოიჩინე სახელმწიფოს მე მომწეს კარგი საჩუქარი ტკბილეულებით შედარებით სხვასთან შედარებით მეტი და ეს იყო რომ მითხრეს რომ რახან ჩვენი კლასი ჩვენი ამ რა მოყევი იცი ინტერნეტში რომ გეიზარდი ინტერნეტში და ინტერნეტში რომ გაკვეთილზე დაგესწრო დამსწრე ხოდა მაგას ყვები იგი ამბები მოყევი არა მასი არ იყო აჟელგა ჩვენ მონაყოლი ჩემთან მასი არა მასწავლებელმა როგორ შეგეკითხა დამსწრემ კლასს რომ შეეკითხა კლასმა რო ვერ უპასუხა მერე შე რომ გამოიჩინე თავი და მასწავლებელს დღეს ვაკანკალებდა ეშინოდა არ დებიღო არ მომხსნანო და საახალწლო ტუფლები გიყიდა ტუფლები არ ქონდა 83-ში დაქორწინდით 83-ის 84-ში აღვწით ერთად მე მონატაცები ვარ მომიტაცა ძალიან მოდაში იყო მაშინ ანასეულის ინსტიტუტში ვინც სწავლობდა ეს სწავლობდა ჭკვიანი ხალხი და ძალიან მოდაში იყო რომ გოგო რომ გათხოვდებოდა ის ანასეულის ინსტიტუტში ეს სწავლხო მეცნიერ მუშაკს წაყვაო ეს იყო ოჯახის სიამაყე მოკლედ ჩვენ ერთად მუშაობდით ლექციებს ვკითხულობდით ლაითურის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში და იქ გავიცანით ერთმანეთი და მიშა ნიჭიერი კაცი იყო სიმართლე უნდა ვთქვა მივლინებით ვიდიოდით კიევში მე ხო და მანამდე ქონდა ურთიერთობა და მიხარ რომ ჩამოვალთ კიევიდან მე მიქორწინოთ და არა მეც წამოვალ კიევში ატყუილს ამბობს ჩემი მშობლები არ გამატანდნენ ქალაქში უნდა და ჩემ მშობლებს ჩემი გათხოვა და სოფელში არ გამათხოვდნენ და იცოდა რომ ვარს ეთყოდნენ ალანდის ღამეს აუცილებლად ოჯახში უნდა დარჩებულიყო ცხენლის შეშის ცეცხლი. ცხენლა იყო სიძლიერის, სიუხვის და სიმაგრის სიმბოლო. ამიტომ მივიდოდით ტყეში და ჩამოქონდათ სპეციალურად ცხენლის შეშა კალანდობის საღამოსათვის. თუ რომელიმე მეზობელი ვერ მწავიდოდა, იმას გადაუნაწილებდით. შუა ცეცხლთან იზრდებოდა ბავშვები. შუა ცეცხლთან დადდებოდა კერძები. შუა ცეცხლთან ღებულობდნენ სტუმარსაც. აი ასეთი სახკარი ეხლა ეს მდიდრებისთვის იყო და ჩვეულებრივი სტუმარი ეს იყო შუა ცეცხლთან. ღვეძელი ეს მხოლოდ გურიაში იწყვება. გურული ღვეძელი ძალიან გემრიელია. ვის რაღაცა აქ ისეთი ნიშა აქვს გურულ ღვიძლს სხვას რომ არ აქვს და ვერც გააკეთებს. ბავშვობა დიდი სახარბიელო და სიმდიდრით დაყრული არ იყო ამ დროს ქვეყანა ახალგამოსული იყო ომიდან და იყო გაჭირება. თუ კი ბავშვს ერთი კამპეტიც კი მოუწევდა საღამოს ჩიჩილაკზე დაგიდვის დროს, ეს იყო მისთვის სიხარული. შედარებით ჩემი ბავშვობა კარგი იყო. დედით ნატანებელი ვარ და ნატანები მაშინ შეძლებული კუთხე იყო. საახალწლო ტრადიცია არაჩვეულებრივი. ხვავი და ბარათის პრეზენტაცია მქონდა. სტუმარი მოდიოდა, მეზობელი მეზობელთან მოდიოდა, ჩურჩხელის დათეთრებაში ეხმარებოდა, იყო სიახლოვე, იყო სითბო, იყო გადაძახილი. გურიაში ტრადიციად იყო რომ ყველა ჭურში რომ ჩაისხმებოდა ღვინო ეთქმებოდა სახელი, საკალანდო, საგიორგობისთვის, საახალწლო და თუ მაგალითად სტუმარი ესტუმრებოდა მეზობელს და მამაკაცი არ იყო ამ დროს სახლში, მეზობელი აუცილებლად გაუძახებდა
მეზობელ მამაკაცს, იმიტომ რომ ქალებს ჭურთან და ღვინოსთან საერთოდ არ აკარებდნენ. თქვენ ახლა ისტორიულ სოფელ დუაბზუში ძანდებით. ეს წმინდა ადგილია, პატრიარქმა ეს მიწა დალოცა. ამ ეზომ არაერთხელ მიულოცა მთელ საქართველოს შობა ახალი წელი და ეხლაც მინდა რომ დამდეგი მოგილოცოთ ამ ბედნიერი კუთხიდან, ამ ბედნიერი წრიდან, ამ ბედნიერი ხალხიდან. მთელ საქართველოს მინდა მიულოცო სოფელ დუაბზუდან ახალი წლის დადგომა, ბედნიერების, გამთლიანების, ერთმანეთთან ჩახუტების და სიკეთის და ხვავის და ბარაქის წელი ყოფილიყოს.